ახლა გავესაუბრები დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელს, შესაბამისი ასოციაციის ხელმძღვანელს ამავე დროს ბატონ ზაქრო გვიშიანს, რომელმაც დღეს სცადა პასუხის მიღება მთავრობის ადმინისტრაციაში ერთი კვირის წინ შეტანილ წერილზე, მე მგონი ცოტა უფრო დიდი ხნის წინ. გავარკვევთ არის თუ არა რაიმე კონკრეტული პასუხი და რა მდგომარეობაში არიან ახლა ის ოჯახები, რომლებიც ამ ბრძოლას უკვე 2 კვირა ქუჩაში აგრძელებენ. ბატონ ზაქრო, მოგესალმებით და თქვენ უკვე დანახი გექნებათ, მაგრამ შეიძლება ვინმეს დანახი არ კონდეს კობახიძის დღევანდელი განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. მოდით ერთად მოვისმინოთ და ბარემ თქვენი კომენტარით საინტერესო იქნება. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ასეთი საკითხების მოგვარების დროს არის სწორედ ფარმაცევტული კომპანიები. არის მარტივი მაფია ჩამოყალიბებული. ამ მაფიას აქვს კონკრეტული წამლების რეალიზაციის ინტერესი სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა. ეს ყველაფერი ამიტომ აქ არის სწორედ სიფრთხილე საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე. ხო, ძალიან მოკლე მონაკვეთი იყო სამწუხაროდ მოჭრილი, მაგრამ ისაუბრობდა უფრო მეტად იმაზე, რომ ფული კი არ არის იმდენად პრობლემაო, ვიღაცა რაღაცას, ასე ვთქვათ, კომერციული თუ არა, ვთქვათ, სხვა ტიპის დაინტერესების გამო ამას ცდილობსო და ასე შემდეგ და ძალიან ცუდად ხვდება ეს ყურს პირველად მსგავსი რამ არ უთქვავთ, მაგრამ ეს როგორც ჩანს, ჩამოყალიბებული სტერეოტიპული აზრია, რომელთაც უდგებია მთელს ამ პროცესს. ამისთვის ითხოვთ თქვენ გამჭირვალობას, მე როგორც ხვდები და ამიტომ მითხოვთ დიალოგს მათ შორის. ხო, ბატონ ზაქრო, გისმენთ? დიახ, ბატონო გიორგი, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ჩვენ მოვისმინეთ, გავიგეთ ინფორმაცია, მივიღეთ ინფორმაცია ბატონი პრემიერის განცხადების თავაზე, თუ რა შინაარსის განცხადება იყო. სამწუხარო, როდესაც ბატონი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ. ჩვენ 2 წელია ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და სახელმწიფო სიფრთხილეს არიჩენს, ჯანდაცვის სამინისტრო სიფრთხილეს არიჩენს დაავადების მიმართ, იმ დაავადების მიმართ, რა დაავადებაც ვიცით ყველამ, რომ როგორი მძიმეა და როგორ მძიმედ მიმდინარეობს და როგორ მძიმე შედეგებს იწვევს აღნიშნული დაავადება. თუ ჩვენ ბუნებრივია არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ფარმაცევტულ კომპანიებთან, შედეგი ვერ მიიღწევა და დღევანდელ დღეს გაკეთებული განცხადება სამწუხაროდ ძალიან შემაშფოთებელია და რატომ? იმიტომ რომ საწყის ეტაპზევე ხერგავს დიპლომატიურ ურთიერთობებს, მოლაპარაკებებს სახელმწიფო ფარმაცევტულ კომპანიებთან. როგორ შეიძლება ითქვას ის, რომ ჩვენ თითქოს გვაქეზებს, გვამხედრებს ფარმაცევტული კომპანიები სახელმწიფოს მიმართ, როდესაც სამ მედიკამენტზე ბატონო გიორგი არ ქონია ჩვენ საერთოდ კომუნიკაცია ფარმაცევტულ კომპანიებთან. იყო ბუნებრივია მცირედი კომუნიკაცია მედიკამენტებზე ახსნა, მათ ეფექტურობაზე ახსნა, ინფორმაციის მიღება. და ბოლო პერიოდში ვნახეთ ჩვენ რომ თქვენ მიიღეთ პასუხი იტალფარმაკოს მხრიდან, რამდენად ეფექტურია და უსაფრთხოა მედიკამენტი ჯივინოსტატი. აქამდე ჩვენ კომუნიკაცია არ ქონია, მხოლოდ ერთ კომპანიასთან ქონდა კომუნიკაცია ბიომედიკასთან, რომელიც აწარმოებს და არის მიმწოდებელი კომპანია Exon Skipping-ის, რომელიც უკვე რეგისტრირებულია ჩვენს ქვეყანაში. ისედაც გამორიცხულია. კი, ბატონ ზაქარია, ისედაც კაცმა რო თქვას, მშობლების სურვილი, რომ მოიძიოთ ინფორმაცია, გახვიდეთ კავშირებზე და წყაროებზე, ეს არათუ ნორმალური, არანორმალური იქნებოდა, ამას რო არ აკეთებდეთ. მაგრამ თქვენ ზუსტად ამას თხოვთ მთავრობას და იმიტომ შეხართ მაგ და ვიცი ახლა რომ ამინდი ფუჭდება და მინდა რომ მოგცეთ საშუალება და მალე დავამთავროთ, რომ სწორედ სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა, შექმნას დინამიკა ამ პროცესში, გამოხატოს დაინტერესება, მოვისმინოთ წინადადებები ყველამ ერთად, პროცესი გახდეს უფრო გამჭვირვალე და დავინახოთ, რომ რაღაცას აკეთებენ. ეს არის ხო თქვენი მცდელობა? რა თქმა უნდა, ბატონო გიორგი, მარკეტინგული ინტერესის გარეშე გამორიცხულია რომელიმე კომპანიამ რაიმე სახის მოლაპარაკება აწარმოოს სახელმწიფოსთან. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ან კვლევებში რთავენ, ან უფასოდ არის ერთეულ შემთხვევებში მედიკამენტის მიწოდება. იმის დასტურად, რომ მედიკამენტები არის უსაფრთხო და ეფექტური. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კომპანიებთან თავიდანვე საწყის ეტაპზე იმის თქმა, რომ თითქოს ჩვენ კომპანიები გვაქეზებენ, ერთის მხრივ აფუჭებს ურთიერთობას სახელმწიფოსთან
პაციენტებთან მოლაპარაკების დაწყების, რადგანაც ის კომპანია, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენელი, ხელმძღვანელი პირი აცხადებს, თავრობის ხელმძღვანელი პირი, რომ თითქოს გვაქეზებს ჩვენ კომპანიები, არანაირი სურვილი აღარ გაუჩნდება ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის, თან ისეთი ქვეყნის, როგორც არის საქართველო და რა მარკეტინგული ინტერესი უნდა ქონდეს საქართველოში შემოსვლის ამ კომპანიებს. ჩვენი ინტერესი არა თუ წაქეზება კომპანიებს, ჩვენ გვაქეზებს ის ძიმე მდგომარეობა, რაც ახლავს ამ დაავადებას. ბუნებრივია და ესეთ პირობებში თქვენ წარმოიდგინეთ წუხელ ღამით, წვიმაში, ქარში და სიცივეში ფეხმძიმე დედამ გაათია ღამე და დღეს, როდესაც პუფების შესაძლებლობა არ იყო, მოვიტანეთ ერთი პუფი და ყველაზე მთავარი ღონისძიება აქ ყოფი პოლიციელების და ჩემ ზურგს უკან თუ თქვენ ამჩნევთ, არის 20-მდე პოლიციელი, რომლებიც ყველაზე მთავარი ღონისძიება, რაც არის ახლა საპოლიციო ღონისძიება ამ ტერიტორიაზე, არის პუფის დაკავება. და 2 საათის განმავლობაში პუფი არის შეჩერებული, ვერ შემოგვაქვს ტერიტორიაზე, თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ პუფებთანაც გვიწევს ომი, პუფების შემოტანაზეც. ველოდებით სახალხო დამცველს, რომ მოვიდეს ადგილზე, შეისწავლოს მდგომარეობა, მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ბუნებრივია ჩვენ არაერთხელ გადავიკითხეთ და განუმარტეთ შესაბამისი კანონი პოლიციის თანამშრომლებს და არსად ჩამონათვალში არ არის. აქვე კითხავთ, ბატონ ზაქარია, უშუალოდ სახალხო დამცველი თუ იყო მოსული და შეგხვდათ? სამწუხაროდ არ ყოფილა სახალხო დამცველი, ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობის სასახლის წინ ერთ პირსაც არ გაუჩნდა სურვილი მშობლებთან მოსვლის, აქვე არის საკანონმდებლო ორგანო და ერთ დეპუტატსაც არ გაუჩნდა აქ მშობლებთან მოსვლის. ბუნებრივია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ სრულად, რა თქმა უნდა, არც ერთ ინციდენტს ჩვენი მხრიდან ადგილი არ ქონიან კანონდარღვევას და ყველას მივიღებთ, ბუნებრივია, სასაუბროდ, არავინ არ მოსულა, მათ შორის სახალხო დამცველი. ჩვენ საპატრიარქოსაც მიმართეთ განცხადების და იმედს ვიტოვებთ, გვესმის იქ არსებული მდგომარეობა, იქედანაც არ ყოფილა არანაირი გამოხმაურება. სახალხო დამცველი არ ყოფილა და დღესაც გვაქვს მცდელობა და ვართ ამ მოლოდინის რეჟიმში. ერთის მხრივ ის, რომ იქნებ პუფი შემოვიტანოთ და არ მოუწიოს ქალბატონებს აქ ღია სივრცეში, რთულ პირობებში საჭიროებების გარეშე ყოფნა, მაგრამ ისინი არ ნებდებიან. ძალიან ცუდია, როდესაც ხელისუფლება ცდის დედებს. და ცდის მათ მოთმინებას ჩვენ დღეს გამწარებული, განადგურებული დედები ვიხილეთ, როდესაც ისინი ცდილობდნენ შესვლას პრემიერთან შესახვედრად, ან რომელიმე ოფიციალურ პირთან შესახვედრად. ბუნებრივია, მათ ვერავინ ვერ შეაჩერებს მათ, იმიტომ რომ ისინი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თვალცრემლიანი მოდიან აქ და ათევენ ღამეებს. თვალცრემლიანი ტოვებენ შვილებს სახლში და რატომ? თვითონ ეს შვილები, პაციენტები უკვე აცნობიერებენ ამას და ისინი არა ემოციურ ფონზე, არამედ გაცნობიერებულად უკვე ითხოვენ და საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს ხელისუფლების მისამართით, პასუხისმგებელი პირების მისამართით, რომ მიიღონ დროული გადაწყვეტილება, დროული და სწორი გადაწყვეტილება. ამიტომ ნახეთ, დედები მოდიან სახლიდან, ტოვებენ შვილებს, რომლებიც მათზე არიან დამოკიდებული და მთელი ღამე ცრემლიანი თვალებით და სტრესულ მდგომარეობაში ათევენ ღამეს. და თქვენ წარმოიდგინეთ აქ პუფებით სარგებლობის შესაძლებლობასაც კი არაძლევენ აქ ყოფი პოლიციის თანამშრომლები და ძალიან სამწუხაროა აღნიშნული. ჩვენ დგავართ სიმართლის მხარეს, ჩვენ დგავართ ბავშვების უფლებების დაცვის მხარეს და მათ მხარეს და სამართლიანობა აუცილებლად იპოვის სწორ გზას. შესაძლოა ეხლა ამ ეტაპზე 2 კვირის განმავლობაში ვერ და არ ახდენენ სწორ რეაგირებას, მაგრამ წამლების გაშევების მცდელობა თითქოს და ნახეთ პოზიციები აერიათ უკვე და რამოდენიმე პოზიცია ჩამოაყალიბეს და არც ერთი არ არის მყარი და დასაბუთებული. ერთი ის, რომ ჩვენ ნახეთ წამლების გაშევების მცდელობა მედიკამენტების და არაერთი მედიკამენტია და თითქოს ერთი მედიკამენტია და ისიც არ არის უსაფრთხო. ასევე ვიხილეთ ჩვენ, რომ ემამ უნდა აღიაროს თუ FDA-მ და ვიცით, რომ ემა არის უფრო მკაცრი რეგულატორი და თითქოს ირჩევენ ემას, მაგრამ FDA-ს აღიარებული, რა თქმა უნდა, საკმარისია ამერიკის მიერ აღიარებული, წამლების და სურსათის ასოციაციის მიერ აღიარებული და მესამე დღეს ჩვენ ვიხილეთ განცხადება, რომ თითქოს გვაქეზებს პროვაიდერი კომპანია. ანუ ერთი მყარი ჩამოყალიბებული პოზიციაც არ არის, ბუნებრივია და სამი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, ანუ ირჩევენ როგორც წამლის გაშევების თემას, ასევე ირჩევენ FDA-სან ემას აღიარებას და დღეს დაემატა, როგორც გითხარით, პრემიერ-მინისტრის განცხადება. ძალიან სამწუხარო, როდესაც ჩვენ ამ განცხადებებს ვისმენთ, იმ ფონზე, როდესაც უკვე 15 დღეა მშობლები უწყვეტ რეჟიმში აქ ათევენ ღამეს. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რადგანაც სიმართლე არის ჩვენს მხარეს
საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის და გუშინ მქონდა ჩვენ მარში და ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავს, ძალიან ბევრი და ასე კი ნამდვილად მეტი კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაგიდგებათ გვერდში დარწმუნებული ვარ, თუმცა ფიზიკურად შეიძლება ბევრი ყოველდღიესი არ დგას, მაგრამ მთელი საქართველო თან აგიგრძნობთ, ვისაც საერთოდ ადამიანი ქვია. ბატონ ზაქარია, რაიმეს დამატება თუ გნებავთ და ამატეთ და დრო გვეწურება უბრალოდ დიახ. ერთი დავამატებ იმას ბატონო გიორგი, რომ რა თქმა უნდა ყველას მადლობა თანადგომისთვის, განუშევლად პროფესიისა, მათ შორის თქვენ ჟურნალისტებს, მართლაც ხედავთ აქ მათ აცრემლებულ თვალებსაც, იმიტომ რომ ეს არის ადამიანური თანადგომა, სწორი ქრისტიანული და საწუნოებრივი დამოკიდებულება, რაც ყველა ჩვენთანაც უნდა გაგვეჩნდეს და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, რადგანაც ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ დღითი დღე ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა იზრდება, რადგანაც სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ჩვენ გავაგრძელებთ, ბუნებრივია, ჩვენ თქვით რომ არც დღეს არ დავკარგავთ, გუშინ იყო მარში, დღესაც მოეწყო აქ შეკრება, ხვალაც გავაგრძელებთ, ესაზღვრა შეცვალოთ ლოკაციებიც, მაგრამ ხო, ამ ლოკაციების ცვლილებაზე ითქვა, რომ 4 შაბათს თქვენ შესაძლოა ივანიშვილის რეზიდენციასთან გარკვეული აქცია მოაწყოთ, მაგრამ ნახოთ თქვენ გადაწყვეტ მაგას და ალბათ საზოგადოებაც გაიგებს.